მოგესალმებით მეგობრებო. ნახეთ, ყოჩი ვარდები ამოვიდნენ უკვე. ეხლა მივდივარ არსენას გამოქვაბულში. ჭიდა. წავედით, აი აქ არის მეგობრებო არსენას გამოქვაბული. და კიბეთ დაუდვიათ. ავიდეთ. ძალიან ლამაზი ადგილია, რო იცოდეთ. აქ იყო და ცხოვრობდა არსენა, ამიტომ შეერქვა არსენას გამოქვაბული. ეს არის სოფელი ასურეთი, სადაც მე ვცხოვრობ. ხო და აი აქ ჩამოედინება მდინარე. ნახეთ. საინტერესოა. აი აქ ეხლა მე ვხედავ ერთ რაღაცას. მაგრამ თქვენ ვერ ხედავთ ალბათ. წამოვიდეთ არსენას გამოქვაბულში. ძალიან მაინტერესებდა ეს გამოქვაბული. შიგნიდან როგორ გამოიყურებოდა და ვერავედით წინაზე რომ ვიყავით. ეხლა დაუდგიათ კიბე. მაგრამ აქ რაღა არის ეს. მაგ საინტერესოდ გამოვიყურებ შაის. თუ ავალაკ. ავიდეთ. ძალიან კუთხე გავიხარე. არაფერი ისეთი არ არის. მაგრამ მაინც საინტერესოა შეხედვა. ნუ კარგი, კიბეზე ავიდეთ. ოპა. ეკლიანი კიბე დაუდგავს ვიღაცას და ხელი ვიდგინე. იდეა. თან დაბულის არის, ნახეთ. რადგან დაუგიათ, რომ არ გადმოვარდეს. ვაუ. კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ ქვაბულში. და ვაკვრაღოთ რა ხდება. არაფერი ისეთი არ ხდება, მაგრამ შესასვლელიც არ არის. არ ვიცი. დავაკვირდეთ.
აი, ჩავედით ახლა. არაფერი არ ყოფილა აქ. გარდა დასაძინებელი ადგილის ალბათ აქ ეძინა არსენას. გარდა ამისა მინდა გითხრათ, რომ დადიან ძალიან ბევრი ოქროსაძმნი აპარატით, რა ქვია მაგას. ხო და რა ვიცი, პოულობენ რაღაცებს სხვათა შორის. დეტექტორით, ხო? დეტექტორით. აბა აქედან გავიხედოთ და დავაკვირდით რა ხდება, ნახე. თხილად ვარ დოდო. აი იქიდან ჩამოვედი. აი აქედან ჩამოვედი. შემდეგ გადმოვედი. უბრალოდ იქიდან. გადმოვედი აქ და ახლა. ნუ მოკლედ. წავედი ახლა მე. კიდე სხვაგან იქით ეკლესია არის დანგრეული ეკლესია, მაგრამ ჯვარი დადგეს სხვათა შორის, მას მერე რაც მე გავაცხადე, რომ ეკლესია ვიპოვეთ, ხო და კარგი იქნებოდა ერთი შემოეჭყიდათ ჩემთანაც და ითქვათ, რომ მადლობა რომ გააცხადეო, მაგრამ არა უშავს, ესე იგი ჩვენ მადლობის მოხდა ხო არ ვიცით საერთოდ ქართულმა ერმა მადლიერების შეგრძნება არა გვაქვს ჩვენ და ხო და სასწაული გვაქვს. ასევე სტუმარ-მასპინძლობა გვაქვს სასწაული. ასევე დაფასება ადამიანის და ასე შემდეგ რა. ბევრი რამე გვაქვს სასწაული. ეხლა აქ მაღლა წასვლას არაფერი აზრი არ აქვს. დაბლა ჩავალ და ნახოთ იქით რა ხდება. აქ ვიპოვეთ ძველი გზა. სადაც აქ რა არის? ხო, აი აქ ამოუთხია დეტექტორით რაღაცა, ნახეთ. ეს აშკარად დეტექტორის ამოთხრილია. ნუ აქ რა იყო ახლა დამალული, ალბათ რაღაც. ცხოველის ამოთხრის არ გავს. აი მაინტერესებს მაღლა კიდე. თუ არის დეტექტორების კვალი. ბავშვებმა მოიტანეს ვირუსი და ვირუსიანი წამოვედი. ვირუსიანი. ესე მითხრეს, რომ აქ არსენას გამოქვაბულ და უკანა მხრიდან არის შესასვლელია და უკანა მხარე ეს არის და ვერ ვიპოვე. ვერ ვიპოვლობ შესასვლელს. აი იქ ხედავთ აი ამ ადგილზე მოსწორებულია. ესე იგი მან რაღაც იდგა. აქ მთლიანად ესე კარვები უნდა მდგარიყო და ხო ვირუსი არ არსებობს და გამოკეთები იარე ჯანმრთელობა. მადლობა კინგ. მაგ კლდეებზე ბრილიანტი და ბროლიაო თამარა. რა იცი თამარ ბრილიანტი და ბროლი რომ არის სად ჩანს
აქ სადღაც უნდა იყოს შესასვლელი. მე ვეძებ აქ შესასვლელს მეგობრებო რა. აქ უნდა იყოს აქ აი ხო უშუალოდ ამ ადგილზე არ ვიცი, მაგრამ ტერიტორიებზე აზეულას მთაზე ამოსასვლელი შესასვლელი წესით უნდა იყოს და მიწისქვეშა ქალაქიც და ვეძებ შესასვლელს სად შეიძლება რომ იყოს, იმიტომ რომ აქ არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი. იყო, ეხლა იმდენად არა, მაგრამ ადგილი იყო ესეთი, რომ აქ გადიოდა ესე იგი აბრეშუმის გზა. არა საერთაშორისო, არამედ სამეფო აბრეშუმის გზა. ესე იგი რას ნიშნავს ეს? როდესაც ყველაზე დიდი ქალაქიდან ჩვენი სამშვილდედან მაშინ ერთ-ერთი თბილისის მაგვარი ქალაქი იყო, მოდიოდნენ აზეულაზე, კოჯრის ციხეზე რომ უნდა თავლა გავილიდნენ ხოლმე აი ამ გზას ასურეთს და ეს გზა, აი ახლა ძველი გზა აქ ვიპოვე, სადაც იყო. იქ მაღლა არის, ესე ჩამოდის და ესე მიდის, მაგრამ ახლა იქ მაღლა ასვლა მეზარება. მაღლა ვერავარ. და აქ საცხენო გზა იყო რა. ხო და წარმოიდგინე რომ არაერთხელ გავლა ნებისმიერ ჩვენ მეფეთაგან ყველა მეფე ამ გზაზე ერთხელ მაინც ყოფილა, სულ ცოტა ერთხელ მაინც. და ეს ადგილი იყო ძალიან მნიშვნელოვანი ამ მხრივ, რომ რა თქმა უნდა ისვენებდნენ კიდევაც და ის ქონდათ რა. ვაჭრობა ქონდათ ეს რამდენიმე სოფელია, რომელიც გაანადგურა შაჰ-აბასმა და დარჩა ესე დატოვა. აი გზა ხედავთ? ძველი გზა, ახლა გაგანახეთ. აი აქ ჩამოდის. ესე ამოდის და ესე მიდის. აი აქ უკვე, ხო? არ ვიცი, თქვენ ეტყობა შეიძლება ვერ დაინახოთ, იმიტომ რომ ამას ხედავს არქეოლოგის თვალი მარტო. ან ჩვეულებრივი ადამიანის თვალი ჯაგებს ხედავს და მარტო ტყეს. აქ წესით უნდა ყოფილიყო შეკრების ადგილი, სადაც დაისვენებდნენ ხოლმე ალბათ. მე აქედან გადასასვლელია იქით, სადაც ეკლესია არის. ხო და ეს ეკლესია საერთოდ დანგრეულია. პატარა ეკლესიაა და მიუხედავად ამისა ასურეთი. მოკლედ კოჯიდან რომ ჩამოდიხარ, ასურეთში შემოდიხარ. გაივლი ბეთანიას და ხათუნა მეკითხება რომელი სოფელია ახლოს. ასურეთი არის ახლოს. აი ეს არის უკვე ჩამავალი გზა, აქ ძველი გზა არის, ეს არის აბსოლუტურად უკვე აქ შეეძლოთ ცხენებსაც უკვე გავლა. ძალიან დიდი ხანი არ არის გასული, მე-17 საუკუნეში ეს სოფელი აი აქ რაც იყო სოფლები წაიყვანეს აქედან მონები, გაძარცვეს მთლიანად, სრულიად გაანადგურეს ყველაფერი და მე ეს აქაური ქვები ჩამოვიდნენ გერმანელები, დასახლდნენ ასურეთში და წაიღეს აქედან უკვე ქვები, რაც ნახეს აქ დანგრეული რაღაცეები. თვითონ აშენეს სახლები. და მიუხედავად იმისა, რომ ტყე არის, ხო? და ჩვენ გონია, რომ ძალიან სუფთები ვართ. ნახეთ, რამდენი ნაგავი ყრია ჩამოაქვს, ესე იგი რას? კოჯრის მდინარეს, კოჯრიდან რომ ჩამოდის. და
ნაგავი გროვდება. განახეთ, თუმცა ნაგავი დასანახია. არ არის საინტერესო ნაგვის დათვალიერება. მოდი გადავიდეთ ახლა აქ. და ავიდეთ ეკლესიაზე, გაწყობთ? თუ გაწყობთ. ნახეთ რა კარგი ქვა არის. აი აქედან ახლა უკვე ავდივართ ეკლესიაზე. მაინტერესებს არ ყოფილვარ მას მერე რაც ეკლესიაზე ვიყავი მას მერე არ ყოფილვარ ასული რაც ჯვარი დადგეს და საინტერესო იქნება. ნახოთ რა გაუკეთეს და სად დაადგეს ეკლესიას ჯვარი თავზე. იმის მაგივრად რომ გააკეთონ და აღორძინონ, ჯვრებს დაადგავენ ხოლმე და არის ეგრე. ჯვარდადგმული ეკლესიები ჩვენთან. ყველგან. რა კარგი ადგილიაო. კი, ძალიან ლამაზი ადგილია მართლა. გელი არის კი, მაგრამ ეხლა მგელი თავან მგელი გიყურებს. ხო. დავიდეთ. ცოტა დავიხალე. ნელა ვიღე. დავიხალე. დავიღალე მაგათ. აი ძაად დაყოფილა ამას. აი გზა. ძალი გზა. კინგ შენ ამბობ რა ვირუსი არ არისო და აბა რა არის რაც ახლა მე მჭირს რატო დავიღალე ეხლა ავალ სადაც კომპლექსები იდგა იმ ადგილზე და აი ვიყავით ნახეთ იქ ვიყავით და გამოვიდით აი ამ გორას წვეტიანი რო წვეტივით რო არის
მანდ არის კაბენის მონასტერი. მაგას რო გადასცდები და კიდე აივლე აღმართს, აი იმ მთის გაგრძელება უკვე არის კოჯორი და კოჯრის საზაფხულო რეზიდენცია იყო სამეფო. ეხლაც არის მანდ. ისე ხშირად ვიმეორებ, რომ დაიზეპირებდით ალბათ. ეხლა მე ვეძებ იმ ადგილს, სადაც არის ეს ჯვარი. მე მგონი გამოვცდი? ან იქით არის? ვნახოთ. მგონი გამოვცდი, აი ავიდე ჯერ ვნახო. წესით უნდა ზემოდან დავინახო. და გეორგ გურიელი წერს, ქურუმები მოგიტაცებენო. გაგყიდიან ტყვეთა ბაზარს. გამყიდონ. და ეგრე გამოდის ჩვენგან ხან ტკივილით, ხან ოფლის, ხან სურდოთი. ვიცი რა ცხოვრებიდან ატვირთული ჩვენ სხეულში. ნეგატივი. კი, იცი რა არის? მე მაგაზე უნდა დაგეთანხმო რა. იმიტომ რომ მე დავაკვირდი ერთ რამეს. ვაწარმოე ერთი დაკვირვება. აი. გამოვცდარ ვარ. ჯვარს ხედავთ ხო აი აქ. ნახეთ. იქ არის. თუ გინდა დავიდეთ. იცი რა არის კინგ, ეხლა მოგიყვები ერთ რამეს. მე დავაკვირდი ზუსტად მაგას, რომ რა არის ეს? არის ერთი ადამიანის შემცხოვრებაში, რომელთანაც შეხვედრა მთავრდება ყოველთვის ესე ვირუსით, ანუ სასტიკი ვირუსით. ყელის ტკივილი, ფილტვების ტკივილი, ცხვირის ტკივილი და ასე შემდეგ, რა და ვფიქრობდი, რომ აქ ვირუსი არაფერს უაშია. ეხლა შენ მიკრობიოლოგია გაქვს დამთავრებული, ვიცი და ამიტომ გესაუბრები მაგას. ხო და ვფიქრობდი, რომ ეს არის ალბათ უფრო მეტად მისი ნეგატივი ენერგიის ჩემზე გადმობალანსება, რომლის მიმღებიც ვარ და რომელიც პრინციპში ეგრევე მარტყავს. ნუ ვინახეთ რაღაცა მკვდარი აქ. თავი. კურდღელი? რაღაც. ეგრევე მარტყავს ჯანმრთელობაზე. აი რაც არ უნდა იყოს რა, რაც არ უნდა იყოს. სამჯერ დავაკვირდი ამ ვითარებას. სამჯერვე იგივენაირად მოხდა. აშკარად არის ის, რომ თუ ჩვენ ვართ მიმღებელი, ესე იგი რომელიმე ნეგატიური ენერგიის და შემდეგ განსაკუთრებულად ამა თუ იმ ადამიანებისგან ვიღებთ ადვირად, მაშინ ეწყება ადამიანს ვირუსი. რასაც ჩვენ ვირუსი დავარქვით რა, პრინციპში, ნახე,
აი ზუსტად ამ ადგილზე ვიდექით, როცა ჩვენ საუბრობდით ევაზე, ჩემს ჯგუფთან ერთად ვინც წამოვიყვანე ტყეში რა და მე მქონდა ხილვა ევაზე. რა დაემართა ევას? აი ამ ადგილზე ვიდექით ზუსტად. ამ ხესთან აქედან ჩამოვედით და მივდიოდით იქეთ. აი იქით უკვე ძალიან ლამაზი ადგილებია. ხო და ევას დაემართა ესეთი რაღაც. ის იყო ძალიან გულუყვილო გოგო. აი ძალიან საყვარელი და ძალიან მიმდობი, რომელიც გველს კი არა ხალხო. გველი ვინ მოიგონა რა ჭირია ეს. რეპტილოიდის მსგავს არსებას, ადამიანის მსგავს რეპტილოიდს, რომლებიც ენერგიებს იღებენ ჩვენგან და ჩვენი ენერგიებით ცოცხლობენ, იმიტომ რომ მათ თავიანთი გამომუშავების უნარი არ გააჩნიათ, ძალიან ცოტა დაბალ ვიბრაციულები არიან. შეაცდენს ევას და დაავირუსებს. ანუ მისი მთლიანი ნეგატივი ხო გადავა ევაზე. რამდენიმე ხნის მერე წავიკითხე წიგნი გნოსტიკური სახარება. სადაც პირდაპირ წერია. რომ ევას დააორსულებს, რა ქვია მაგას? იალდაბაოთი არის ის რეპტილოიდი არსება, რომელიც დედამიწაზე იდგა, დაცემული ანგელოზი და რომელსაც ქვია დედამიწის მმართველი მეფე თუ რა ვიცი რა დავარქვათ, ხო? აი ეს შეაცდენს ევას და აიღებს მთლიანად ნეგატივს ევა. იგივე ხდება, აბსოლუტურად იგივე ხდება, როდესაც ჩვენ თან ავალ, ხო? როდესაც ჩვენ გვიკეთებენ ჯადოს, აი მაგალითად ვიღაცას გაუკეთა ჯადო, ხო? მაგალითად არის ცოლი, ქმარი და ცოლს ეშინია ქმრის დაკარგვის. ადგება წავა მჩხიბავთან, გაუკეთებს ჯადოს, რომ მასთან არავინ ანუ რაღაცა სიყვარული და ესეთი არ მიეკაროს და ეს ადამიანი ძლებს რაღაცა რაღაცა დროის განმავლობაში უძლებს რა აი ამ ჯადოს. და ეს ქალიც ბედნიერია, რომ თავისი ქმარი თავისთან ყავს დატყვევებული გესმის, მიუხედავად იმისა, რომ მისი არ არის ეს კაცი, იმიტომ რომ მისი რო იყოს ჯადოები არ დასჭირდებოდა. ხო და რაღაცა დროის მანძილზე ამ კაცის ჯანმრთელობა, ამ ქალის, გააჩნია კაცები ნაკლებად უკეთებენ ჯადოებს ქალებს. უფრო პირიქით არის ხოლმე რა. ხო და ხდება ის, რომ ეს ნეგატივი შეახწევს ამ ადამიანის ჯანმრთელობაში, ფიზიკურ სხეულში, ეთერულ სხეულში და ავადდება ამა თუ იმ დაავადებებით. ხო და ამოვედით. რო ავადდება ამა თუ იმ დაავადებებით, იქ ზოგს რა უჩდება, ხო? აი ეს ხედავთ მუხა როგორ არის ჩაფლული? აი ხო ცოტა იქიდან დაგანახებთ. ნახეთ? აი ეს მუხა, ხო? წესით უნდა იყოს ცარიელი დაბლა უნდა იყოს ის, მაგრამ აქ იდგა ეს შენობა გადმოინგრა და დაფარა ეს მუხა. აი ნახეთ, აქ მე ქვები გამოვარჩიე და მთლიანად ის აღმოვაჩინე, რომ აქ არის კედელი. ხედავთ კედელს? ეხლა ზოგს ეგონება რაღაცა ქვების ხროვა, მაგრამ ეს კედელია. ეხლა ავიდეთ მაღლა. და ნახოთ ჩაღრმავებული. როდესაც მთის წვერზე, ხო? აი ესეთ ადგილს ნახავთ და შემდეგ არაბუნებრივად ესე ჩაღრმავებულს, აი აქ ესეთი ორმორის. ესე იგი აქ იდგა შენობა და უკვე ვიცით რომელიც შენობაც ნახე რა გაუკეთებიათ ამ დედა აფეთქებულებს. ამ კედელში ჩააცემენტეს ჯვარი. ეს არის კულტურული მემკვიდრეობის დამახინჯება. როგორ შეიძლება აი აქ ეს არის კედელი. ეს უნდა არ ვიცი რა.
ბევრს არაფერს ვერ ახსნი ხა უტინო და ვიცი ადამიანებს. აი ნახეთ სანაგვესად გახადეს. დღეს ჩვენ ესეთი ქართველები ვართ, აგე? ადრე თუ აქეთ აშენებდნენ ეკლესიებს. დღეს ჩვენ ეკლესიებს პირდაპირ მივაჯვით. აი უკაცრავად ამ სიტყვაზე, მაგრამ როგორ ლამაზად როგორ გავაფორმო არ ვიცი. არ ვიცი როგორ გავაფორმო. აი აქ დაბლა კომპლექსები იყო. აქ ყველაფერი რო აღდგეს, ისეთი ლამაზი ადგილი იქნება ეს, რომ სანახავად ძალიან ლამაზი, მაგრამ ფეხზე კიდია სახელმწიფოსაც და საპატრიარქოსაც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობები და საერთოდ ჭამა და სმა უფრო მნიშვნელოვანია და მოდი გავაგრძელებ რა იმაზე. ხო და მეგობრებო, საკუთარ სისხლს ასმევენ, კუდიანობენ იმ სისხლს ქალს რო ცილდება, ციკლის სისხლს, ხო? გამიგია მეც ეგ. კიდე უფრო უარესი გამიგია, რომ გლის კონც უსმევენ ხოლმე კისერზე და საშინელება, ანუ მოკლედ ეს დაბალ ვიბრაციული არსებები აღარ მინდა რა მაგაზე ლაპარაკი. ერთი სიტყვით, როდესაც ასეთ ადამიანს ხვდებით, ხო? ანუ შენ თუ მიმღები ხარ, ახლა ჩემნაირად მიმღები ხარ, 100%-ით იცოდეთ, რომ ჩვენ აიღებთ ამ ნეგატივს ამ ადამიანისგან, თუ ემპათიური ხართ ამ ადამიანის მიმართ. და მე დავაკვირდი მაგას. რომ ამ ადამიანთან შეხვედრა ყოველთვის მთავრდება ესეთი ვირუსით. ანუ ვირუსი არ არსებობს, როგორც მიკრობიოლოგი ამბობს კინგი და ეს არის დაგროვილი ნეგატივი, რომელიც ამ ადამიანს გაუცნობიერებლად დაუგროვეს ამა თუ იმ ჯადოქრებმა. ხო და თქვენ არ გეგონოთ, რომ ხო განსაკუთრებით ასეთ ადამიანებს ჯადოქრები არ გონიათ ხოლმე ისინი, ვინც მაგას უკეთებს, არამედ გონიათ ისინი, ვინც პირიქით. აი გამოჩნდა თქვა ფერია შენ ცხოვრებაში, ხო? ან მშველელი. შენ აი ამ ნეგატივს, რომელიც შენ ზურგს უკან არის და პრინციპში შენთან შენ სიახლოვეშია, ამაში ხედავ, ფერიაში და გონია, რომ ეს ფერია არის ჯადოქარი გესმის? მაგრამ საქმე იმაშია, რომ რაც არ უნდა უთხრა ასეთ უკვე დაზიანებულ ადამიანს, ხო, ვირუს აკიდებულ ადამიანს, ჯადო აკიდებულ ადამიანს, შანსი არ არის იმას ვერ გააგებინებ. იმას არ აი მიუღებელია, მიუღებლობა სჭირს და ვშე. ვერ გაიგებს. აგრესია გაუჩნდება პირდაპირ შენს წინააღმდეგ და გეტყვის, რომ ჯადოქარი შენ ხარ თავად. მე მქონდა ესეთი შემთხვევა, გავიცანი ერთი მამაკაცი, აი ქსენიაზე რომ მოგიყევით, ხო იცი? ქსენია, ჩემი სანუკარი მეგობარი იუდას არქეტიპი. და გავიცანი მამაკაცი, რომელიც პრინციპში ახლა ეს იყო რა. საინტერესო პიროვნება იყო და დამაინტერესა ამ პიროვნებამ, გავიცანით ორივემ, სხვათა შორის. ორივემ არა, მე გავიცანი, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს დაკალი ხო ყველაფერში ეჩრება ხოლმე და ნუ ისიც ჩაეჩარა ამ სიტუაციაში და საქმე იმაშია, რომ აი საინტერესო რა არის რა. იმ პერიოდში მე არც ასტროლოგიაში ვერ ყოდი, არც აბსოლუტურად ის ვიყავი რა, ძალიან გულუფხილო რა და ესეც რაღაცას მეუბნება ეს მამაკაცი მე რა საუბარში. შენო მე მგონი ხარო ჯადოქარიო. რატო მეთქი? ჯადოქარი მგონი ხარო. რატო მეთქი საიდან მოიტანე? ხო. ეს საუბარი ხდება საბერძნეთში რა. ხო და აიო მეო არავინ არ მინახავსო ისეთი ადამიანიო, ვისაც შენაირი თვალები კონდესო რა. და მე თქვი მაგიტომ არ მე ჯადოქარი რო ჩემნაირი თვალები არაო ესეთი თვალებიო მე არავისი არ მინახავსო. ჯადოქარი შეხარო. ხო და ეხლა რა უნდა დავუმტკიცო ეხლა ამ ადამიანს ჯადოქარი ვარ არ ვარ. მე დავაკვირდი ესეთ რამეს რა, რომ
პროვოცირება გააკეთა, აი ხო გითხარი, თავისი პიროვნული შეცვლა გააკეთა მეთქი. ქსენიამ თქო რა. ჩემზე. ხო და ეს პიროვნული შეცვლა რო გააკეთა, ადამიანები უკვე ხედავდნენ მის აურას ჩემთან. გესმით? საინტერესო არის, ძალიან საინტერესო ფენომენია ეს ჯადო. ხო და მე გავერკვიე მაგ ჯადოებში უკვე გველუკაშვილთან, რომ რა ფენომენია რა ეს ჯადო. და როგორ უნდა დაიცვა თავი. გველუკაშვილის მერე ვთარგმნე წიგნი ენოქი. ენოქის წიგნი და ზუსტად წერია იმ ენოქის წიგნში ესეთი რამე, რომ ადამიანებმა თავის ნებაზე დაიწყეს სიარული, როდესაც დაცემულმა ანგელოზებმა მათ შეასწავლეს წერა და კითხვა და მაგია. ამის გამო დაისაჯნენ. ნუ გასაგები გახდა ჩემთვის, რომ აბსოლუტურად ეს ყველანაირი ცოდნა, რაც მივიღე გველუკაშვილისგან, დაუშვებელია ღვთისგან. ანუ, კი, ცოდნა კარგია, მაგრამ ამის გამოყენება არის დიდი ცოდვა, რის გამოც ისჯება ადამიანი. ხო და აი მე მინდა უთხრა ყველა ჯადოქარს რა, აქედან. ჯადოქრობა არსად არ იკარგება. აუცილებლად დაბრუნდება უკან. და ფრთხილად იყავით. გარდა მაგისა ხალხო. აი ახლა მაგალითად ხო? როდესაც იალდაბაოთი გაიცნობს ევას და გაუჩენს მერე ორს კაინს და აბელს, ესენი იყვნენ იალდაბაოთისგან და არა ადამიანისგან. ადამიანისგან იყო სეითი და მისი მოდგმიდან იშვა მერე იესო ქრისტე. ანუ მარიამი იყო სეითის სისხლის. და კაინი და აბელი კი ვიცით როგორც დამთავრდა. ესე იგი საინტერესო ფენომენი არის ის, რომ ერთ-ერთმა დამისვა კითხვა, რომ აიო შენ რას ფიქრობო რა? რატომ შეიწირაო ღმერთმა აბელის შესაწირი და კაინის არაო რა? და მე მაგაზე სხვათა შორის მიფიქრია და გაგცემთ პასუხს ამაზეც რა, თქვენს გაინტერესებთ ალბათ. როდესაც ჩვენ ჭაჭუნაში დავდივართ ხოლმე, ხო? იქ მე ვაკვირდები წყემსებს. როგორ ცხოვრობენ, ანუ როგორი მეთოდებით მართავენ ამ ცხრეებს. და ერთ საინტერესო მომენტს შევესწარი. წყემსებს აქვს თავიანთი ენა ცხრებთან გამომუშავებული. ხო და თავიანთი ენა რო აქვს გამომუშავებული. ნახე, მართვა შეუძლიათ. მართვა. აქ ისევ მართაზეა საუბარი რა. როდესაც არქეტიპი მართა. როდესაც ადამიანს მართვა შეუძლია, ხო? ის განსაკუთრებულ გონს ფლობს, როგორ მართავს ღმერთი ადამიანებს. განსაკუთრებულად რა, ანუ ინტუიციურ დონეზე ის ფლობს რაღაცა დონით მართვის უნარს. ხოლო როდესაც ახლა ადამიანი მხოლოდ ხილს და ბოსტნეულს და ასე შემდეგ მართავს, ეს არის უფრო დაბალი, ანუ როგორ გითხრათ, აი არა იმდენად მაღალი დონის, როგორიც არის სულიერი არსებების მართვა. ხო? ამიტომ შეიწირავს ღმერთი კაენის მსხვერპლს. აბელის მსხვერპლს და არა კაენისას. კაენა და აბელი აქაც კოდებიდებს და ვისაც ყური აქვს ისმინოს. ამაზე აღარ გავაგრძელებ ახლა მე. ეხლა რა ხდება? როდესაც კაენი ესე იგი ვერ აფიქსირებს იმას, რომ რა ღვაწლი უდევს თავის ძმას აბელს, აი ამ მართვის მეშვეობაში, ჩაქაფული მოენატრა და მიდო. ნაფერსკალი.
ალბათ იალდაბაოთის იახვი ღმერთის ჩაქაფულები ხო. ხო და როდესაც ესე მოვატრიალებ რა. როდესაც ამ კაენის გონში ვერ შედის აბელის ღვაწლი ხო? რა თქმა უნდა ის გადადის მერე მოშორებაზე და განადგურებაზე. იგივე არის რაც გუშინ დავპოსტე შამანაურის მდგომარეობა. რომელიც ადამიანის შრომაც არ სურს, ან ვერ სურს ბოროტს, რომ აღიაროს. როგორც ესე იგი ღვაწლი. ერთი ის არის რომ ნაპერწკალი კარგი ნიუანსი ჩააგდე ხა შენ. ანუ რომელი ღმერთი მოითხოვს შესაწირს ხომ? ქრისტეს აღთქმით და ქრისტეს მოყოლით არც ერთი ღმერთი არ მოითხოვს შესაწირს. და ეს რომელი ღმერთია, რომელიც იმის გამო ერთ შვილს უფრო შეიყვარებს, რომელიც სისხლს წირავს ვიდრე მეორეს. ხო, ნუ იქ აშკარაა რომ ეს ქრისტეს ღმერთი არ არის და ეს ვიღაც სხვა ღმერთია, რომელსაც დაცემული სულის ადამიანები აღმერთებენ. ნუ ესე წერია პირდაპირ გნოსტიკურ სახარებაში, რომ ევამ თავის ღმერთს გაუჩინა შვილი, ანუ იალდაბაოთის იახვეს იგივე იახვეს სახელზეა ეს. კაინი და აბელი გაჩენილი, ეს არის დაცემული ანგელოზის შვილი, რომელიც ღმერთად აღიქმებოდა იმ დროს. ამიტომ, ჩემო პატარებო, უნდა გავარკვიოთ რა წერია ჩვენს განმარტებაში, ინსტრუქციაში. აი ხო ვიღაცა შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოს, მაგრამ თუ კი ვიფიქრებთ იმაზე, რომ რეინკარნაციაზე, ხო? ეხლა გეტყვით ერთ რამეს. აქ ვდგავარ მე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ერთ დროს და ეს ფაქტია, ერთ დროს აი ამ კლდეზე გაიყვანეს ჩემი სული. ისე დამაბრუნეს. რა ფენომენია ეს, ხო? აი ძალიან საინტერესო ფენომენი არის თვითონ სიკვდილისა და დაბადების ფენომენი. ეს ბევრ ადამიანს აშინებს, არ ვიცი რატომ. და განსაკუთრებით იმ ხალხს, ვინც შეზღუდულია და თავის ჩარჩოებიდან ვერ გასულა. ამაზე კარგი გასაგები რა უნდა იყოს და სასიხარულო, რომ ადამიანმა იცოდეს, როდესაც გავა სხეულიდან, კვლავ შეუძლია მას დაბრუნდეს. მაგრამ არა და არ უნდათ ამის აღიარება. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტე ამბობს, არავინ აღმდგარა დედის მუცლიდან ისე როგორც ელია იოანეში. იოანე ნათლისმცემელში. და მას ისე მოექცნენ, როგორც მათ სურდათ. ხო? ღმერთმა გაგუმარჯოს და შე რომ შენი ცოდნა უკუღმერთულად ისარგებლო, მაგ შემთხვევაში იქნები ჯადოქარი, შენ ადამიანების გონზე მოსაყვანად სარგებლო, შენ ცოდნას ხედებს და ამიტომაც შენის თანებს ეწოდება წმინდა. ემზარ. მადლობა. ნაპერწკალი ეგრეა კიო. ხო, იალდაბაოთზე ალბათ, ხო? ხო და მეგობრებო, ჩვენ თუ არ ვიფიქრებთ მხოლოდ კუჭზე და ვიფიქრებთ ასეთ რაღაცეებზე, როგორიც არის ცნობიერებაში მოგზაურობა, თუ რა ინსტრუქცია მოგვაწოდეს ჩვენ წინაპრებმა, ხო? რა წერია ამ ინსტრუქციაში და უკუღმა კი არ გავიგოთ ყველაფერი, წაღმა გავიგოთ, მაშინ ჩვენ ვიფიქრებთ ასეთ რაღაცებზე, თუ როგორ ვილაპარაკოთ ერთად. მაგალითად, 5 საათიანი წირვა რო ტარდება ხოლმე.
იმის მაგივრად რომ დავდგეთ და ესე ვილაპარაკოთ და ვაქნიოთ ის რაღაცა კვამლი. უნდა დავდგეთ და ვისაუბროთ, კითხვები დავსვათ, პასუხები გავცეთ, ვიმსჯელოთ, კი არ ვიჩხუბოთ. ვიმსჯელოთ. ასე მოხდა მაგალითად მე უფე ქრისტეფორესთან წირვას რო დავესწარი. წირვის მერე დრო არ გვეყო. გვინდოდა დარჩენა, მაგრამ დრო აღარ ყოფნიდა. ისე საინტერესო საუბარი გაიმართა ადამიანებს შორის, რომლებიც ძიებაში არიან. ჩემი აზრით, ქრისტე დადიოდა ესე. ტყეშიც დაждდებოდნენ წრეში, საუბრობდნენ. წრეს თავისი დატვირთვა აქვს და ეხლა ჯადოქრული თვალსაზრისით გეტყვით, რომ რასაც აქ შეკრავ წრეში, იქ ზეცაში იგივე შეიკრება. მე ვაკვირდებოდი წირვაზე ვიდექით აქ, იქ, ალაგ, ზოგი იქით, ზოგი აქეთ, ზოგი მარჯვნივ, ზოგი მარცხნივ და ვფიქრობდი, მე თქვი, ეს ადამიანები ახლა წრეში რო ვიდგეთ, იმხელა ენერგია წავა ზეცაში და იმხელა ენერგიით შეუერთდებით ღმერთს, რომ წარმოუდგენელი იქნება მეთქი ეს ენერგია თქო და ой, საოცრებავ ქადაგებაში ვისმენთ ესეთ რამეს. მე უფე ქრისტეფორე ყვება ლაივშიც ჩაწერე. სადღაცა ვიყავიო, მოგზაურობდიო და დავინახე უცბად ადამიანები შეიკრებიან წრეშიო, ესე წრეს გააკეთებენ და ბუტბუტებენ რაღაცასო რა. ხო და კაცო ვიკითხეო რა ხდებაო აქო რა და მითხრესო ესეთი რამო. ეს ადამიანებიო კორეისთვის ლოცულობენო. ესე იგი წრეს აქვს აქ დიდი მნიშვნელობა, ხო? კითხვა დავსი პასუხი გამეცა, უბრალოდ სინქრონიზაცია მოხდა. იმ საკითხის სინქრონიზაცია მოხდა, რაც გავიფიქრე იქ. აი ხა ნახეთ, ვიღაცა გაივლიდა აქ და იტყო და ეს არის ჩვეულებრივი ქვა. ხო? და მეც გეტყვით, რომ ეს არის ჩვეულებრივი ქვა. კი. მაგრამ გავს თიხას. თუმცა აქ თიხის ნამსხვრევები ხშირად გვხდება. ხო და იმის მაგივრად რომ ჩვენ ვიმსჯელოთ, ვაკეთებთ ესეთ რამეს. საუბრობთ ნეგატივზე, მედიიდან, საუბრობთ აბსოლუტურად უსაფუძვლოდ და არა რა ქვია მაგას? ხო ნაყოფიერად არ ხდება განტვირთვა იმ დატვირთული ემოციებისა, რომლებიც აი ახლა ვისაუბრეთ კინგ, რომელიც დაგროვილი აქვს ამ ადამიანს, რომელთანაც ლაპარაკი მიხდება ხოლმე 1000-ში ერთხელ და აი ეს დაგროვილი ენერგიები და ნეგატივი ჩვენს სხეულს ავნებს უკვე, ანგრევს. პირდაპირ ანგრევს და ეხლა ვიღაცას უკვირს, რომ რატო არის მომრავლებული ამდენი ჭირი და ავანტყოფობა და ეს და ის და აფრქვევენ რაღაცებს. კი, აფრქვევენ, კი, ნამდვილად წამლავენ, კი, მაგრამ ამ ყველაფრის ფიზიკურ სხეულს ამ ყველაფრის მორევა შეუძლია, მაგრამ რა ისი მორევაც არ შეუძლია ფიზიკურ სხეულს, ეს არის ნეგატიური ემოციის დაგროვება. და არასწორად ლალები წერს. კანის დაბადებისას ევა ამბობს, კაცი შემეძინა უფლისაგან დაბადების მეოთხე თავში. ხო, აი პირდაპირ ამტკიცებს გნოსტიკურ სახარებასაც, აი ამ ეკლესიას ხედავთ. იქ მივდივარ ახლა. ხო და მეგობრებო რა. აი ეგ არის რომ ჩვენ ნეგატივი რომელიც ჩვენში არის დაგროვილი, ხო? რაღაცნაირად უნდა მოვახერხოთ და განვტვირთოთ. მე მიკვირს ამხელა ენერგიის პატრონები ახლა. თუ შენ არ შეგიძლია შენ თავში ჩაიხედო რა ენერგიის პატრონი ხარ, შენს მატრიცაში მაინც ჩანს და ჩაიხედე შენს მატრიცაში. რა თუ აპროპო მართლა მატრიცასთან დაკავშირებით მეგობრებო, ვინც ელოდებით რა, ეს დღეები მე არ მქონდა მაგის თავი.
უბრალოდ იცი რა, ამას თავისი ენერგეტიკული ბალანსი სჭირდება და ისეთი რაღაცები დაემთხვა, რომ ვეღარ მოვახერხეთ თქვენთან დაკავშირება მატრიცის განსახილველად, რომ თქვენი მატრიცა განვიხილო. ძალიან ნელი ნაბიჯებით მივდივარ და ამასაც თავისი ენერგია სჭირდება, იმიტომ რომ ეხლა ჩემ თავს ვერ გავანადგურებთ იმის გამო, რომ თქვენ მოგწეროთ სწრაფად. ცოტა ლოდინი დაგიწევთ, მოგიწევთ. მაგრამ ყველას მოგწერთ, აი პირდებით რომ ყველას მოგწერთ აუცილებლად. ფსალმუნები წმინდა სულს, მეტანიები, მართალი სიტყვის კრება. ხო და ამიტომ რას ვამბობდი ახლა, ნახეთ, ჩვენი ნეგატივი, რომელიც აი ეს გარემო სამყაროში ძალიან დაგროვილია, ხო? აი მაგალითად მე გითხარით, რომ საკმარისია 9 საათი დავჯდე ადამიანის გვერდით, ნებისმიერი ადამიანის გვერდით, უკვე ვიცი იმას რა ტკივა, იმიტომ რომ ეს მტკივდება ის ადგილი. და შემიძლია რომ ან მივიღო ეს ნეგატივი და მას შვება მივგვარო, ან კიდევ თქვა რომ მე ამას ვერ ვიღებ, იმიტომ რომ ძალიან ბევრია ჩემთვის, თქვათ. ამიტომ არის ესეთი მომენტი რა. ზოგმა იცის ამის მართვა, ისევ მართასთან მივედით და ზოგმა არ იცის ამის მართვა და ავტომატურად ხდება ის, რომ მარშრუტკაში ზიხარ, იღებ აბსოლუტურად მთელ ნეგატივს, რაც კი იქ ნეგატივია. მიმღებელი ვინც არის და ეხლა ძალიან ბევრი მიმღებელია რა, ეხლა რამდენსაც მატრიცა გამოუთვალა, იმდენი იყო მიმღებელი. იმდენი ადამიანი არის ისე მიმღებელი, რომ არც იცის. გესმის და მე იქ რაღაც გული ატკივდება, იქ კუჭი ატკივდება, იქ ღვიძლი ატკივდება თუ რა ატკივდება, გონია რომ ეს თავისია. არა და სინამდვილეში არც თავისია და ამას ეძახიან ექიმები ფსიქოზომატურს. ფსიქოზომატური კი არა, ეს არის აბსოლუტურად ერთი ფენომენი, რომელსაც არ დავაკვირდით დღემდე და მედიცინაში ეს გამორიცხულია და შიზოფრენიას უწოდებენ აი ამას. რომ ადამიანი ემპათიურია მეორე ადამიანის მიმართ და მისი ენერგეტიკა დიახ ცოდვებიაო, კინგი ამბობს, დიახ ცოდვებია ზუსტად ეს ტკივილები. მისი ენერგეტიკა ხომ? სად ვიყავე? ასევე თავისთავად ენერგეტიკული ველი, როდესაც ჯდება დაბინძურებულ ენერგეტიკულ ველთან, ხო? თავისთავად ბინძურდება. ამას ამიტომ აკეთებდნენ განდეგილი ბერები რო იყვნენ, მთაში რო ცხოვრობდნენ მარტო და რო ჩამოდიოდნენ და მისი ეშინოდათ, იმხელა ენერგიით მოდიოდა ხოლმე ადამიანები, ვინც წასული იყვნენ წყლობით მთაში. იმხელა ენერგეტიკა მოდიოდა ამ ადამიანისგან, რომ გზიდან აი რო დაინახავდნენ რომ ეს მოდის, იმალებოდნენ, გესმით? იმიტომ რომ ის მოდიოდა მთელი თავისი დიდებით და ბრწყინვალე ენერგიით, გესმით? გაწმენდილი ენერგიით. აბა ვინმე მისულიყო მასთან ისეთი დაბინძურებული, ეგრევე დაიწვებოდა, ხო? ხო და ამიტომ მეგობრებო, ეს არის პროცესი. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ და ექიმებმაც, სამედიცინო დაწესებულებებმა და რა ვიცი, მედიცინის მეცნიერებამ უნდა გააცნობიეროს ის, რომ არსებობს კიდე ველი, რომელიც შეუხებადია, მაგრამ არსობრივად არსშია, რომელიც ადამიანს აზიანებს უხილავად, ხო? და მერე, როდესაც ადამიანები ამით იზიანდებიან, მიდიან ექიმთან, არაფერი არ სჭირს, ყველაფერი რიგზია, მაგრამ ამ ადამიანს მაინც ტკივა რაღაც, ხან რას ტკივა, ხან რას ტკივა და საბოლოო ჯამში ექიმი ამ ფარმაციის წყალობით იძულებულია, რომ გამოუწეროს წამალი. ხო? და მიდი ჭყიპავენ ამ ხალხს წამლებით და ეს წამალი უფრო აზიანებს მერე ფიზიკურ სხეულს, მოკლედ ერთი სიტყვით, ერთი საშინელება ხდება, სანამ ჩვენ გავაცნობიერებთ ერთ რამეს, რომ ჩვენ არ ვართ მხოლოდ ფიზიკური სხეული. ჩვენ ვართ ასევე ასტრალური სხეულიც ვართ. და ეს ასტრალური სხეული შენს ენერგეტიკულ ველში რამდენზეც არის გასული, იმდენი ხარ. ეს გამოთვლადი არის ხალხო. გესმით? გამოთვლადი.
და აი მაგალითად მიმღები ადამიანები, რომლების ენერგეტიკული ველიც გასულია მთვარემდე ასული თითქმის, ისინი გრძნობენ დედამიწაზე მოვლენებს. აი ნებისმიერ დედამიწის რა კუთხე კუნჭურში არ უნდა მოხდეს რამე, ესენი გრძნობენ. ამიტომ ზოგს ეწყება დეპრესია, ზოგს ეწყება, იმიტომ რომ კარგი არაფერი აღარ ხდება თითქმის დღესდღეობით და ეს მიმღები ადამიანები რახან მგრძნობიარენი არიან, ხო? არ იციან საიდან მოდის ეს დეპრესია, არა და დეპრესიულები ხდებიან და სულ დეპრესიად გადაიქცა ეს მთელი კარგი საქართველოს ფარგლებს ნუ გავწდებით საქართველო. ხო და ამიტომ რა არის იცით მეგობრებო? ანუ ძალიან ყურადსაღებია ის საკითხი, ჩვენ როგორ უნდა გავბრწყინდეთ, როგორ უნდა გავაბრწყინოთ ჩვენი საქართველო. ზოგს გონია ფულით. ფულით რომ ამის გაბრწყინება შეიძლებაოდეს, აგერ ივანიშვილს იმდენი ფული აქვს, რომ თავის თავს გააბრწყინებდა, მაგრამ ექიმებში დარბის წამ დაუწუნდა, ჭკუაზე არ არის ხან რომელ ექიმთან არის და ხან რომელ ექიმთან. გესმით? ფულით ვერაფერს ვერ გააბრწყინებ. ფულით გააბრწყინებ მხოლოდ ადგილს, ტერიტორიას, მაგრამ შენს თავს ვერ გააბრწყინებ ფულით. ამას სჭირდება სხვა რამე. აი მაგალითად ასეთ ადგილებში, სადაც ეკლესიებს აგებდნენ ჩვენი წინაპრები, არის ენერგეტიკული ველები, სადაც რომ მიხვალ და უბრალოდ დაჯდები, ხო? იწმინდება შენი ენერგეტიკული ველი. იქ რომც წირვა არ მიმდინარეობდეს, რომც ვიღაცა არ ბუტბუტებდეს და რაღაცა თავის დამახინჯებული ენით რაღაცას არ იმაშვებოდეს, ლოცულობდეს ვითომ, ხო? აი, ხო, ასურეთლებო, თუ კი ამ ეკლესიაზე ამოხვალთ და ამას დაინახავთ, შეგიძლიათ თითო ქვაც და ისიც წაიღოთ რა მაღლა, იმიტომ რომ ჩვენ ვაკეთებთ და ვეზიდებით ხოლმე და თქვენც მოგვეხმარეთ. მარტო ჩემ ქმარმა რო არ ათრიოს, გესმით? ხო, იმიტომ ცოდვა ახლა ჩემი მეუღლე. მარტო ეგ მეხმარება თითქმის რა. და ქალები ხო ვინც აქ მუშაობთ, ვერ ავწევთ ამ იმებს. ქვებს კი წამოვიღებთ, მაგრამ მეშოკები ძნელია. ხო და მოკლედ ერთი სიტყვით არის ესეთი მომენტი, ამოხვალ დაჯდები. აი მე მაგალითად 2021 წელი იყო. ყოველდღიურად ამოვდიოდი აქ, ყოველდღიურად. კვირაში 4-ჯერ, 5-ჯერ. დილიდან და 5 საათამდე ვიყავი ხოლმე აქ და აი ეს ყველაფერი ქვები ხო, რასაც ხედავთ. აი ეს მთლიანი გორა არის აქ იყო. ჩემი გამოსუფთავებულია. და აი ეს ადგილი, შემდეგ სადაც აღმოჩნდა რომ აქ სამარხია და ასე შემდეგ. აი აქ იყო მთლიანად სავსე ნაგვით. ნაგავი რა ახლა? სამშენებლო ნაგავი ეყარა რა. ხო და ნახეთ რა ლამაზი გამოვიდა. კიბები გაუკეთეთ მერე. აი ესენი გამოვაჩინე, მერე კიდე დავამაგრეთ კიდევაც. ხო ლამაზი გამოვიდა ხალხო. ეხლა ამ ქვებით გავაკეთებ კიდე ფერადი ქვებით. აი ამას და კიდე ცხოვრა მექნება რა. თუ თქვენ ამ ეკლესიაზე ამოხვალთ, ხო? და რამე სახში გაქვთ საინტერესო ლამაზი ქვა, აი მაგალითად ესეთი. აი ესეთი ქვა თუ გაქვთ რამე. ან ცოტა დიდი, ან ცოტა პატარა, ფერადი. ამოიტანეთ და დადეთ აქ. და მე ამ კედლებს შევამკობთ ჩვენ მაგით რა. ეხლა ჩემო დამ შემოგწირა კიდე ქვები და პრინციპში არ ვიცი ეყოფა თუ არა ის ქვები, მაგრამ დაბლა რაც არის და აქ ვიყავი და განვიკურნე, იცით? ანუ დილიდან საღამომდე აქ ვიყავი, არც მშიო და არც მწყურო და მუშაობდი ჩემთვის ნელ-ნელა. ხო და აი ესენი დავაგროვე აქ რაც ვიპოვე. ეს ნატეხები. ეს ხო ჩვენი ისტორიის კულტურის ერთ-ერთი ნაწილია, იმიტომ რომ ამას ხო ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ. და მე კი მოვიდა შახაბასი და აი აქ მთლიანად სოფელი იყო. აი აქედან აი ეს მთლიანად სოფელი იყო ხალხო.
აქ რამდენი ოჯახი ცხოვრობდა ალბათ ერთი 100 კომლამდე კომის კომი ეწოდება ხო მაგას 100 ოჯახამდე მაინც იცხოვრებდა და იასაღაშვილებო არა იარალაშვილებო თუ ვინმე სადმე იარალაშვილი ხართ იცოდეთ რომ აი აქ არიან ქეთევანი და ზურაბ იარალაშვილები დასაფლავებული იარალაშვილის შვილები ანუ შეგიძლიათ ამოხვიდეთ და ნახოთ ხო ანუ შეგიძლიათ ამოხვიდეთ და დაჯდეთ უბრალოდ ესეთ ადგილებზე, სადაც ძველი ჩვენი წინაპრები აშენებდნენ ეკლესიებს და თავისთავად იკურნება ის ენერგეტიკული ველი იწმინდება თავისთავად. ანუ არ ჭირდება ამას წირვალოცები ხალხო. გული წმინდა სჭირდება, წმინდა გული. გული გონიერი და მოაზროვნე გული. ოფსიდიანი შეოადნოგ. ვინც ასეთ ქვას იპოვის, ეს არის ოფსიდიანი, შუშა არ არის ეს მეგობრებო, მაგრამ შუშას გავს. ეს იყო ხელსაწყო, ამით ჭრიდნენ რაღაცეებს. სამზარეულოში გამოიყენებოდა ძირითადად ეგრე. და შუბებზე კიდე, შუბებს. ხო, ეხლა ნახეთ რა მინდა გითხრათ რა. ხო, ვინც ესეთ ქვას იპოვის, აიღოს და წაიღოს სახში. ძველ ტრამებს უწყობს ტრამების გადამუშავებას ხელს. ნახეთ რა ლამაზი ადგილია, ნახეთ. აი ეს სოფელია ჩემი სოფელი. ზერა ლამაზად ანათებს ხომ იმაში ღრუბლებში. სიტყვა კლავს, სიტყვა აცოცხლებს, წერს კინგი. კი, კინგ. ნამდვილად. აი თქვენი აზრით ეს რა ქვა უნდა იყოს ხომ ვერ მეტყვით. ეს დაფარული იყო და მე მგონია რომ აქ აკლდამა იყო. თქვენ რა სიტყვით? უშველებელი ქვა არის. აქ რა მოიტანა, ან როგორ მოიტანეს ეს ქვა არ ვიცი. საინტერესო. აქ ვინ გამოთხარა? აქ რადო გამოთხარეს ეს რა არის? მე ვიცი ვინც გამოთხარა. ოქროს მძებნელებო, ის არა ქვია, დეტექტორიანელებო. გაანებეთ თავი აქაურობას. ხო. აბა თქვენ მომიყევით რამე, თუ წავიდე უკვე და განებოთ თავი, ახლა 15% დარჩა. ძველად ჩვენი წინაპრები ტაძრებს აგებდნენ იქ, სადაც მიწის ქვეშა წყლები კვეთ და ერთმანეთს 4 გზის. ახლა ყველგან აგებენ ჩიხურებებით. მანანა მაგდენი ტვინი რო ქონდეთ ჩვენ წინაპრებს, რაც ქონდათ ეს ქვეყანა ესე ხო არ იქნებოდა რა. აქ ხო ჯოჯოების ხელში ვართ, უკვე ჯოჯოებმა დაიპატრონეს საქართველო და ჯოჯოს კიდე ოქრო და ფული უყვარს იცით.
იმას ენერგეტიკული არაფერი არ გაეგება ჯოჯოს. მისთვის მნიშვნელოვანია ფული და არ ესმის შერეუბნები, რომ ფული გაიტანე ეკლესიიდან, ვერ იგებს. ეხლა ჩაქრება მეგობრებო, ამიტომ დაგემშვიდობებით მე თქვენ. გაკოცეთ და აბა თქვენ იცით. ჩაქრება ეხლა, იმიტომ რომ გაშავდა ეკრანი.